გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. თქვენ კი იმყოფებით გამა ნიუსზე და ჩვენ ვიწყებთ. პირდაპირ გეუბნებით სერიოზული ცვლილებები გველის მსაჯობაში. კონკრეტულად გადავალ იმ მომენტზე, რომ მე პირადად ვთვლი და უმეტესობა ჩვენი გუნდისა ჩემს ასიზიარებს, როგორც კომენტარებში ვუყურებ თქვენს იგივე აზზე ხართ უმეტესობა. პიტბულის და ციკლაურის ბრძოლის დროს მსაჯმა დაუშვა არაერთი შეცდომა. ეს შეცდომები დიდი ალბათობით ზეგავლენას ახდენს ზოგადად მსაჯობაზე და ფინალურ რეზულტატზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ბრძოლის რეზულტატები შევცვალოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მსოფლიო პრაქტიკაში რაც არის დანერგილი და რა შესაძლებლობებსაც მსოფლიო გამოცდილება გვაძლევს, მაგას გამოვიყენებთ. როგორც რინგზე გაჟღერდა და მე არ უკარგავ არც ლუკა კახიშვილს, არც ლევან ციკლაურს იმ დამსახურებას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი იმ სანახაობრიობისთვის, რაც მათ გვაჩუქეს. უსასტიკესი ბრძოლა იყო, ძალიან მაგარი main event-ი, რომელსაც ტყუილა არ ველოდით ამდენი ხანი და ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა ამ ბრძოლამ. თუმცა სიმართლეა მეგობრებო და ვერსად გავექცევით, რაზეც მინდა ხაზგასმით ვილაპარაკო დღეს. პირველი შეცდომა ის არის, რომ მესამე რაუნდში თუ სწორად მახსოვს, როდესაც ციკლაურმა ბრძოლა გააჩერა იმ მიზეზით, რომ თითი მოხვდა თვალში, გიგაურს ეს არ დაუნახია და არ ქონდა მას არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ბრძოლა გაეჩერებინა. როგორც ჩვენ ვნახეთ შემდგომში, გამეორებაში კი ნახდათ მოხვდა ციკლაურს თითი თვალში, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა მსაჯი ვერ ხედავს, ან უნდა მიმართოს სხვა მსაჯებს, ან უნდა მიმართოს ჩვენს გადამღებ ჯგუფს, აიღოს ტაიმაუტი და გააკეთოს რეპლეი და რის მეშვეობითაც მიიღოს ფინალური გადაწყვეტილება. მან ეს არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ თითი არ დაუნახია როგორ მოხვდა ციკლაურს თვალში, მოусმინა მებრძოლს და მის კუთხეს, გააჩერა ბრძოლა, არც ნოკდაუნი დათვალა, არც შენიშვნა მიცა, რამაც დიდი ალბათობით იმოქმედა ბრძოლის სურათზე და რეზულტატზეც. მეორე შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ როცა პიტი და გუდიანი შეეკრნენ, თან მით უმეტეს მეგობრებო ყურადღებას მივაქცევ თქვენსას იმისადმი, რომ მეხუთე რაუნდში, გადამწყვეტ რაუნდში, როგორ შეიძლება ასეთი შეცდომების დაშვება, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა ეს მოხდა. ანუ, როდესაც პიტი და ციკლაური შეეკრნენ, აშკარად ხედავთ, რომ ციკლაურმა დაკაჩა და ფაქტიურად ძიუდოს გდება გაუკეთა პიტბულს, რაც ჩვენი წესებით დაუშვებელია. შეგახსენებთ იმას, რომ კი პიტბული უჭერდა ლევანის ხელს, თუმცა მეორე ხელი ლევანს თავისუფალი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო კლინჩში მუშაობა და არა მარტო უბრალო მუშაობა, არამედ უპირატესობის და ქულების მოპოვება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებლობა ლევანის ჰქონდა, მან გადაწყვიტა გდების გაკეთება, რაც აკრძალულია კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ამ გდებას იმის მაგივრად, რომ გაფრთხილება მიეცა ციკლაურისთვის, დაეთვალა პიტბულისთვის ნოკდაუნი. რაც ვთვლი, რომ სასტიკი შეცდომაა, მიუღებელი შეცდომაა. იმიტომაც იმსახურებს ეს ბრძოლა რემაჩს, რომ ბიჭებმა ასეთი ბრძოლა დადგეს, ასეთი სანახაობრიობა იყო, ტესტოსტერონის ზეიმის დაბოლოება და დაგვირგვინება, თუმცა ინსტანტ რემაჩს ყველანაირი რეგულაციის და მსოფლიო პრაქტიკის გამოც იმსახურებს. ინსტანტ რემაჩის ჩაინიშნება, სავარაუდოდ მაისი, ზაფხულის განმავლობაში ბიჭებმა ერთმანეთი არ დაინდეს. არიან, ასე ვთქვათ, დაზიანებულები, დრო დაჭირდებათ, რომ აღიდგინონ ტრავმები, თუმცა მათი მზადყოფნა იქნება თუ არა, ეგრევე ჩაინიშნება ინსტანტ რემაჩში. ლევანი ადგილზე ვეთქვა, რომ დააფასა პიტის მომზადება და ბრძოლა და მზად არის რემაჩისთვის. პიტიც მზად არის, მის ვიდეოს ბევრი ნახავდით, რომ არ ეთანხმება მსაჯების გადაწყვეტილებას და მე პიტს 100%-ით ვიზიარებ.
ამიტომ ინსტანტ რემატჩი ჩაინიშნება და თქვენი აზრები ჩამოყარეთ. ორივე ბანაკის აზრი მაინტერესებს, პიტის გულშემატკივარისაც და ლევანის გულშემატკივარისაც. რას ფიქრობთ? ეთანხმებით თუ არა ჩემს აზრს, რომ ამ შემთხვევაში და თქვენ იცით, რომ გამას საჩემპიონო ბრძოლებში პრე დაშვებული ყოფილა და დაიშვება. ვინაიდან ახლა მე-6 და მე-7 რაუნდს ვერ დავამატებთ. სისასტიკეს, даже ჩვენ სისასტიკეს აქვს ზღვარი. თუმცა, აი ამ ბრძოლაში და ამ სურათში ვფიქრობ, რომ პრე იქნებოდა ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩამოყარეთ თქვენი აზრები. კარგი, ეს პიტის და გუდიანის ბრძოლას ამას მოგახსენებთ მეგობრებო. ამაზე მეტიც პირდაპირ დავაანონსებ, რომ ამ ბრძოლის განხილვას ვაპირებ ბიჭებთან ერთად. მინდა დავპატიჟო პოდკასტზე, რომელიც ჩატარდება კვირას 15 რიცხვში, პირდაპირ ეთერში მეგობრებო, 5 საათზე. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ პიტის და ციკლაურის აზრი, პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. მათი დაპირისპირება სიტყვიერი კიდევ ერთი და ვიდეოს განხილვა. გთხოვთ შემოგვიერთდით გამა FC.TV პრემიუმის საბსკრაიბერებს გექნებათ შანსი, რომ ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში უყუროთ და ამაზე მეტიც თქვენი კითხვები დასვათ. მარტო პიტი და ციკლაური არ იქნებიან ამ პოდკასტზე. ჩვენ ვამუშავებთ საინტერესო ბრძოლებს. ლუკა ჯიცერი კვარაცხელია, როგორც მოგეხსენებათ, იწვევს აირონ ლაშა როინიშვილს. ამ ბრძოლას ვამუშავებთ გრეპლინგის წესებით და ასევე პოდკასტზე ლაშა და ლუკა მოვლენ და დაუპირისპირდებიან ჯერჯერობით სიტყვებით ერთმანეთს. და კიდევ ერთ ხმაური ამ ბრძოლას ვამუშავებთ. სავარაუდოდ ეს ბრძოლა მაისში მოხდება, თუმცა ისე თუ გავახურეთ, რომ უფრო ადრე მოვახდინოთ, უფრო ადრეც მოვახდენთ. ბოკელავაძე დაუპირისპირდება გიორგი ფაციას. საინტერესო და ჰაიპური მებრძოლებია ორივეს აქვს საჩემპიონო ამბიციები. 93 კილოგრამში შეხვდებიან ბიჭები ერთმანეთს. აი დაზუსტებით შეხვდებიან თუ არა ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ჩემს მაქსიმუმს ვძებ, რომ ეს ბრძოლა შედგეს. სავარაუდოდ, როგორც გითხარით, მაისში ვაპირებთ ამ ბრძოლის ჩატარებას, თუმცა მზადყოფნა თუ იქნება და თუ მოველაპარაკეთ მებრძოლებს, შეიძლება უფრო ადრეც ჩავატაროთ. ამჯერად მათ ვეპატიჟები პოდკასტზე, პირდაპირ ეთერში ნუ დაგავიწყდებათ, კვირას 5 საათზე დავიწყებთ და რავი 1-2-3 საათი გაგრძელდება. იმის გათვალისწინებით, რომ პიტი და ლევანი იქნებიან, შეიძლება მეტიც. შემდეგი თემა, რაზეც მინდა გადავიდე, ეს არის ცვლილებები მეგობრებო და ცვლილებები უპირველეს ყოვლისა ეხება გამა ტივის მაყურებელს და მათთვის არის კარგი ამბავი. ჩვენ ხედავთ, რომ უფრო და უფრო იმატებს ინტერესს ჩვენი სამოყვარულო ლიგა. ჯიუ-ჯიტსუსაც უკვე ყავს თავისი მაყურებელი, რომელიც ყოველ ივენტზე მოდის ჩვენს გამა ფაით ჰოლში და ზეიმობს ჩვენთან ერთად. მუშტიკრივზე საუბარი ზედმეტია, მუშტიკრივი უკვე სერიოზული პროექტია, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, თერმა საქართველომ გაითავისა. ამიტომ მეტი მიზეზი რომ გქონდეთ თქვენ და ჩვენ ცოტა პირველად რო შევიგზნოთ შაბათი და კვირა ნორმალურად. გვინდა გადავაბათ სამივე ივენთი ერთმანეთს, პარასკევს გველის გრეპლინგი, გიმნაზია დაუპირისპირდება Warriors, ასევე რამოდენიმე სუპერფაითი გველის, ერთ-ერთი მათგანი ლაშა როინიშვილი, ჯიცერი ლუკას წინააღმდეგ და არანაკლები ბრძოლები, სერიოზული ვილიან ტიპები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამიტომ აუცილებლად შემოგვიერთდით და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდით, ვინც ვერ მოდიხართ გამა ფაით ჰოლში. 27-ში ესე იგი იქნება გრეპლინგი, 28-ში ჩატარდება გამა მუშტიკრივის რიგითი ივენთი, სადაც ბექა კორტავა დაბრუნდება, სადაც თაბუკაშვილი და ბექა გაბაიძე გაიზიარებენ 57 კილოგრამში სატიტულო ბრძოლას. ბევრი სასტიკი მებრძოლი უბრუნდება გამას რინგს. ამიტომ უბრალოდ შეხედეთ, ეს კარდი კიდევ ერთი ხელოვნების ნიმუშია, თვით მაესტროს მიერ ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, ჩემი გუნდიც მეხმარებოდა ამაში.
ამიტომ გადადით gamma.fc.g-ზე და დატკბით იმ jiu-jitsu-s ივენთის ქარდით, რომელიც თქვენ გელით 27-ში, დატკბით იმ მუშტიკრივის ქარდით, რომელიც გელით 28-ში და ეს არ არის ჯერ კიდე ფინალი. 29-ში მეგობრებო. ჩვენი Road to Gamma უკვე ავსობს დარბაზს, ავსობს სერიოზულად და ამჯერად ჩვენ წინასწარ გაგაცნობთ თუ ვინ იბრძვის Gamma-ს შესარჩევ ლიგაში. Gamma-ს შესარჩევი ლიგის ბილეთები უკვე გაყიდვაშია გატანილი. ჯერ სიმბოლური ფასი ადევს, თუმცა წინასწარ თუ იყიდით, სულ რაღაც 5 თუ 10 ლარში გამოხვალთ. ასევე ჩვენს მებრძოლებს, რომელიც დებიუტს ატარებენ Road to Gamma-ში, უკვე ექნებათ მინიჭებული პრომოკოდები და მათაც დაეხმარებით. ყოველივე თქვენი დახარჯული კაპიკი, წილი თქვენი დახარჯული კაპიკიდან მიუვათ მებრძოლებს. როგორც ბილეთებიდან, ასევე ტრანსლაციიდან. ანუ Z-Z შეგეძლებათ გრეპლინგის პარასკევს რო ჩაუჯდებით გამატივის, გრეპლინგს უყურებთ, მერე უყურებთ მუშტიკრივს და მერე უყურებთ მომავალი გმირების აღმოცენებას 29-ში. VIP პაკეტის ყიდვა მეტად უფრო საჭირო გახდა, ცალ-ცალკე რომ არ იყიდოთ, რომ თუ გამათ 15 ლარად, გრეპლინგი 15 ლარად და 15 ლარად მუშტიგრივი რაც უკვე 45 ლარს უკვე კუნებს, იყიდე 25 ლარად VIP პაკეტი და ყველაფერი მისაწვდომი გახდება. და სხვათა შორის, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ თანამშრომლობთ სამოყვარულო MMA-ის ლიგასთან, TFC-სთან, რომლებმაც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩაატარეს Gamma Fight Hall-ში უმაგრესი ივენთი. ჩვენ ჩავატარეთ MMA-ის ივენთი, რომელიც ჯერ არ დაიდება. ასევე GFL-მა ჩაატარა Muay Thai-ის შეჯიბრი. ამ შეჯიბრებების ნახვა შეგიძლიათ მხოლოდ gamma.fc.tv-ზე. ან შეიძინეთ ცალკეული პაკეტი, რომ კონკრეტულად ეგ ივენთი ნახო, ან როგორც აქამდე თქვი, VIP პაკეტს თუ შეიძენთ, ამ ყველაფრის ნახვას შეძლებთ, ყველა პოდკასტების, რომელიც არ არის გამოსული, ყველა შეჯიბრების და ასე შემდეგ. და მთავარი მეგობრებო, Gamma-s კონფერენცია ამ გაერთიანებული ივენთების ასევე იქნება გაერთიანებული. მუშტიკრივის და გრეპლერების კონფერენციას ვაერთიანებთ და აი იქ უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, ბევრი რამ რო არ დავასპოილერო, იქ გველის ისეთი სეირები, ისეთი დაპირისპირებები, ისეთი ახალი გმირების აღმოცენებები, რომ უბრალოდ აი პოპკორნი მოიმარჯვეთ და მინიმუმ, 2 საათი გამოყავით დრო, რომ მაგარ სეირებს უყუროთ. შეიძლება ისეთი საინტერესო იყოს, რომ შეჯიბრს გადაუჯოქროს. ამიტომ როდის ვატარებთ? 13 მარტს პარასკევს 13 პარასკევი. ხო მაგარი დღე შევარჩიეთ. საღამოს გამოყავით დრო და 7 საათიდან ჩაუჯექით gamma.fc.tv-ს. ეს პრესკონფერენცია გამოვა მხოლოდ ერთ კვირაში, სერიოზული დაპირისპირებები გველის ამ კონფერენციაზე. პატარა სპოილერს ვიტყვი, ბექა რომ მაგრა გათრეშავს, მით უმეტეს კვარაცხელიასთან თქვენ არავინ არ იცით, თუმცა ბავშვობაში ნაჩხუბი აქვთ კიკბოქსინგი და გასასწორებელი აქვთ ანგარიში, ამიტომ სერიოზული ტრეშტოკი გველის. ასევე გველის ტრეშტოკი აკა კაკრიაშვილისა და საბა ბუცხრიკიძეს მიერ. გახსოვთ ის ბიჭი, აი პიტბულს პროცენტებს რო უთვლიდა. არც ისე სწორად. მერე გადაეკიდა ზომბის, მთელ აკას კამანდას იმენა შეუტია სიტყვიერად. აკამ ვერ მოითმინა, იტოქში ბევრი რო არ ვილაპარაკო, ისეთ გრადუსამდე აიწია მათ შორის დაპირისპირება, რომ კინაღამ ქუჩაში იჩხუბეს. თუმცა ჩვენ ტრადიციას არ ვარღვევთ, რაც იწყება Gamma-ში, მთავრდება Gamma-ში. ამიტომ ჩვენ ჩავერიეთ, შევთავაზეთ ბიჭებს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ადაწესის დარღვევის გარეშე არ მოხდეს და მოხდეს Gamma-s რინგზე და ბიჭები დაგვთანხმდნენ. შიშველ მუშტებზე საბა ბუცხრიკიძე და აკა კაკრიაშვილი 66 კილოგრამში გაიზიარებენ Gamma-s რინგს 28 რიცხვში. და ეს იქნება
არც co-main event-ი. Main event-ის ერთ-ერთი ბრძოლა. ანუ წარმოგიდგენიათ რა ბრძოლებით არის ქარდი აღჭურვილი? ამიტომ გადადი GAMA-FC წერტილიჯიზე, ნახე ქარდი, იყიდე წინასწარ ბილეთი, გამოიყენე პრომოკოდი და თუ ვერ მოდიხარ 27-ში, 28-ში თუ 29-ში იყიდე GAMA-FC-ის VIP package. იქაც შეგიძლია პრომოკოდი გამოიყენო და სულ 22 ნახევარ ლარად გამოხვალ. კიდე ახალი ამბავი, რომელიც მინდა რომ თქვენ განდოთ, პატივცემულო GAMA-ს მაყურებლებო. ვინაიდან უკვე სპორტიდან სპორტში ტრანზაქცია, არ არის ახალი ხილი, გიორგი ჭავჭავაძე სცადა გრეპლინგი, ბადურამაც სცადა გრეპლინგი, ლაშა როინიშვილი, გოგო ჭური, მათე სანიკიძე უკვე გადმოვიდნენ გრეპლინგში, თავდაბოლომდე არ გადმოსულან, თავის სპორტსაც მიყვებიან, თუმცა გრეპლინგიც იგემეს. სხვათა შორის მათე სანიკიძესა და ნიკა ვეკუას შეჯიბრი, ვისაც გაინტერესებთ, ძალიან მაგარი გრეპლინგ მატჩი შედგა Cage Grappling-ში MMA-ის ქარდზე. ზოგადად მაგარი MMA-ის ქარდი იყო და მათე სანიკიძემ და ნიკა ვეკუამ სერიოზულად დააგვირგვინეს და GAMA TV-ის გამომწერებს შეგიძლიათ ნახოთ თუ არ გინდათ რომ YouTube-ზე გამოსვლას ელოდოთ ვიდეო. ხო და გრეპლინგზე და ტრანზაქციებზე რის თქმა მინდოდა რომ უკვე არ არის ეს ახალი თემა. ასევე ვიცით რომ რამოდენიმე გრეპლერი აპირებს MMA-ში ტრანზაქციას, რამოდენიმე MMA-ის მებრძოლი მუშტიკრივში, ასე ვთქვათ, დატრიალდა ჩვენი ბორბალი და ამასთან დაკავშირებით გვინდა მუშტიკრივის წონითი კატეგორიები გავაიგივოთ საერთაშორისო MMA-ის წონით კატეგორიებთან. ამიტომ მეგობრებო 56 კილოგრამი აღარ იქნება 57, 60 კილოგრამი აღარ იქნება 61, 65-ის მაგივრად იქნება 66, 70-ის მაგივრად იქნება 70 და 500, 76-ის მაგივრად იქნება 77, ხოლო 84, 93 და აბსოლუტური კატეგორიები უცვლელი რჩებიან, ვინაიდან აქამდეც შეესაბამებოდა საერთაშორისო MMA-ის წონით კატეგორიების სტანდარტებს. ეს ხდება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკვე ფაქტიურად მომხდარია, შემდეგი შეჯიბრებებიდან ამ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ ბიჭები. და ეს ხდება ზუსტად იმისთვის, რომ გაუადვილდეთ ერთ დისციპლინიდან მეორე დისციპლინაში ტრანზაქციები. უკვე არაერთი ხმამაღალი გამოწვევა გინახიათ აირონ ლაშა და ნიკა ბოიკა ბოკელავაძე აპირებენ MMA-ის ბრძოლას, გინდა თუ არა შიშველ მუშტებზე გვაჩხუბეო, თუმცა ეს ყველაფერი მუშავდება იტოქში, ბიჭებო და გოგოებო. ძალიან საინტერესო ამბები გველის, საინტერესო სერიები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სანამ პრესკონფერენცია უფასოა. უბრალოდ მობრძანდით 13-ში და დატკბით ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცეები გველის, ინტრიგით ახსავსე ვარ მე პირადად და უბრალოდ მენდეთ და სანახაობა ჩვენზე იქნება. კიდევ ერთხელ მივიპყრობ თქვენს ყურადღებას იმისკენ, რომ GAMA-FC TV-ის VIP package გამოიწეროთ, ვინაიდან MMA-ის ივენთსაც იქ ნახავთ, TFC-ის ივენთსაც იქ ნახავთ, GFL-საც იქ ნახავთ, მუშტიკრივი Road to GAMA და ასე შემდეგ თავისთავად იქდებს. და პოდკასტები, რომელიც კვირას ჩატარდება, ანუ 15 რიცხვში, ასევე GAMA-FC TV-ზე გავა პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში შეძლებთ ჩვენთან კომუნიცირებას და თქვენი კითხვების დასმას. თუ რა თქმა უნდა ისურვებთ. დღესდღეობით სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ თქვენს აზრს გაგვიზიარებთ. თუნდაც კრიტიკული აზრი იყოს, აუცილებლად გაგვიზიარეთ და იტოქში რა. უბრალოდ რაღაცას წამოაყრანტალებთ, ბანძები ხართ რა. ოკეი, კაი. გულისჭია მოიკალი, მაგრამ თუ გინდა რომ რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, ჩამოაყალიბე აზრი. აი ეს და ეს მომეწონა, ეს და ეს არ მომეწონა, ამას და ამას ასე დავინახავდი. ჩვენ გვესმის შენი, შენს მოსაწონად ვაკეთებთ ყველაფერს. ამიტომ გაგვიზიარე აზრი, გვესაუბრე, ჩვენთვისაც ეს სიკეთეს მომტანია მხოლოდ.